გამარჯობათ. სახარებაში წერია, ნეტარიაო, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მასზე უფლება არ ექნებაო ჯოჯოხეთს. წმიდა მამათა განმარტებით, არსებობს ორი აღდგომა. ერთია სულიერი აღდგომა, როცა ქრისტიანი თავისი მოღვაწეობით, თავისი გოლგოთით იხვეჭს სული წმიდის მადლს და სულით ცოცხლდება. და მეორე ყოფილა სხეულებრივი აღდგომა, საყოველთაო განკითხვის დღის წინ, როცა ადამიდან მოყოლებული ბოლო ადამიანის ჩათვლით ყველანი გაცოცხლდებიან. როგორც ხორცი კვდება, თუ სული მიატოვებს, ასევე თურმე სული კვდება, თუ მადლი მიატოვებს. მადლი ეს არის სამება ღმერთის ენერგია. თუ კვდარს რამეს დავარტყავთ, ცემთ, ვაგინებთ, ის ვერაფერს ვერ გრძნობს, რადგან სიცოცხლე აღარ არის მასში. ზუსტად ასევე ცოდვილი ადამიანი, ცოდვით გარდაცვლილი ადამიანი, სულით მკვდარი, ვერ გრძნობს ხოლმე რას აკეთებს. ვეღარ აღიქვავს, რა სიმძიმეა განკითხვა, სიძულვილი, ღალატი, მრუშობა, დალევა, მოწევა, ამას ეძახიან ხოლმე ჩვეულებრივ ცხოვრებას. და ჩვენ ვხედავთ ხოლმე 9 დიპლომიან პროფესორებს, რომლებიც ასწავლიან ზუსტად იმის საპირისპიროს, რასაც ღმერთი ასწავლის და მშვიდად ცხოვრობენ. ვხედავთ ხოლმე პოლიტიკოსებს, რომლებიც ქვეყანას ყიდიან და შემდეგ ტკბილად ძინავთ ხოლმე, ვითომ არაფერი არ ხდება. და გვიკვირს ხოლმე, როგორ აკეთებენ ამას. ადამიანმა შესწოდა, მადლი დაკარგა, სულით მოკვდა და ვეღარ გრძნობს. რას აკეთებს, საით მიდის, ვერც იმას რა ელოდება. ვისაც სასუფეველი გვინდა, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მადლი მოვიხვეჭოთ, სულიერად გავცოცხლდეთ და შემდეგ ვიგრძნობთ და დავინახავთ, რა მძიმეა ცოდვა. მადლი კი მოიხვეჭება სახარების მცნებების მორჩილებით. უფალმა თქვა, ვისაც უყვარვარო, ჩემ ცნებებს იცავსო. ცრემლებს კი არ ღვრისო, კი არ ხტუნაობსო, ღმერთო მიყვარხარ, არამედ ჩემ ცნებებს იცავს. როგორც ადამი მოკვდაო სიცოცხლის ქვეყანაში, თურმე ასე უნდა გავცოცხლდეთ ჩვენც სიკვდილის ქვეყანაში. თუ ჩვენ თავში ვატარებთ უნდობლობას და დაუნდობლობას, აუტანლობას და გაუტანლობას, არა თუ სიძულვილის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, არამედ ნეიტრალური ცხოვრებაც კი არ შეგვიძლია, არა თუ სიყვარულიანი, ესე იგი ჩვენ მადლი არ გვაქვს, ესე იგი საგანგაშოდ არის ჩვენი სულის ცხონების საქმე. ვიმოღვაწეოთ, ჩვენ გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. ღმერთო გაგახაროთ.